შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი ანგისა ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია დასრულების ფაზაშია. ამ დროისათვის 44 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 5 ხიდს. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება. რეაბილიტირებული მონაკვეთი მიდის კურორტ ბეშუმის გადასახურამდე, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტის განხორციელების შემდეგ ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. ხულო-ზარზმის გზა რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან აკავშირებს. მისი რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ამ დროისათვის დარჩენილია მხოლოდ 3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთისა და 2 ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხულო-ზარზმის რთულ რელიეფზე მიმდინარე სამუშაოებისას განვითარებულმა მეტროულმა პროცესებმა დამატებითი სამუშაოების საჭიროება გააჩნია, რამაც პროექტის დასრულება გააჩნია. განვითარებულ მეტროულ უბნებზე რელიეფისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო ამ დროისთვის ინტენსიური საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სრულად 2026 წელს დასრულდება. განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდება.